გამარჯობათ მეგობრებო. ჩვენ ჩავწერეთ ამ ჟაკეტის წინა ორი ვიდეო არის, როგორ გამოვიყვანეთ მხრები და როგორ დავტოვეთ საყელო ერთი და მეორე არის საყელოს მოქსოვის ერთ-ერთი ვარიანტი. ახლა დღეს ვნახოთ კიდევ ერთი ვარიანტი, როგორ მოვქსოვოთ ჟაკეტის საყელო. ახლა ეს რეზინა იქსოვება ჟაკეტთან ერთად მთლიანად და ახლა ასე უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და ასე დაიხუროს თვლები, ამიტომ ეს გარკვეული დრო ასე დარჩება, სანამ საყელოს რეზინისთვის მოვამზადებთ. ახლა ვიწყებთ ჩვენ ყაისნაღით, აი ასე უნდა შემოვაქსოვოთ, აი მთლიანად, ირგვლივ. აი ნახეთ, ყაისნაღით ვაქვსოვთ ერთ რიგს. აი როგორ. მთლიანად ერთი თვალი და არა ნახევარი ასე გამოწელილი არა, ერთი თვალი მთლიანად უნდა ამოიყვანო, რომ ყაისნაღით თვალი გამოიყვანო. მაგრამ როცა ასეთი დიდი ადგილები გაქვს და ხდება ასე რჩება და ხურვისას როცა ყელი გამოკვავს და გვგსოვთ, ამიტომ ქვედა თვალის ნახევარი აი ასე მოაყოლეთ და ეს დახურეთ, აქ არ დატოვოთ დიდი ადგილები, რადგან ყაისნაღით იმიტომ უნდა გადავგსოვოთ, რომ აქ ძალიან უნდა დავხუროთ, გავასუფთავოთ მთლიანად და მოვამზადოთ, ავიღოთ თვლები, რომ საყელოს რეზინა მოვაქსოვოთ. აი ასე, ამოიყვანთ მთლიან თვალს. აი ეს ნაპირის დახურვის თვლები, როცა მოვგსოვეთ ჟაკეტი და აქ მოვედით, აი ამ თვლებს ამოიყვანო მთლიან თვალს და არა ნახევარს. აი ასე. მთლიან თვალს. და კიდევ ვამბობ, როცა აი ასეთი დიდი ადგილი დაგრჩება, მოაყოლე ქვემოდან აი ასე, ოღონდ ახლოდან, ძალიან შორს არ წახვიდე, არ მოჭიმო, საიდან მე არ მოიტანო, გვერდით ქვემოდან და აი ასეთი დახურული ადგილები უნდა დატოვო. ერთი რიგი უნდა გადავგსოვოთ ყაისნაღით, აი ასეთნაირად. ყველა მომდევნო თვალში გადიხარ, გამოგყავს, გადაგსოვ ამ თვალს. ნახე, ახლა აი აქ ასე რომ ამოიყვანო ეს ერთი თვალი ასე დაგრჩება, ამიტომ უფრო ქვემოდან წამოიღე სხვა თვალიც და აი ასე დახურე, აი შემდეგ რომ აქ არ დაგრჩეს ცუდი ადგილები.
აი აქაც ნახე. აი ასე ძალიან სუფთად უნდა დატოვო ეს გადაქსოვილი. რადგან ეს შემდეგ კიდევ სხვა რამისთვის გვჭირდება, ამიტომ რასაც და როგორც გააკეთებ, უნდა იყოს ძალიან ლამაზად. მოვედით. აქ გვაქვს ეს რეზინას თვლები, რომელიც ჟაკეტის გვერდებზე იქსოვება ღილები და საღილეებად და ეს თავის დრომდე დაგველოდება, რადგან ეს უნდა მთლიანად ასე აიქსოვოს ბოლომდე. ახლა რას ვაკეთებთ? ეს ყაისნაღით გადავგსოვეთ ერთი რიგი. ახლა ნახე. აი აქ გარედან რაც ყაისნაღით მოვგსოვეთ, აი ეს ბოლო. აქედან არა, ეს რიგი აქ არ დატოვო, არც ერთი ეს არ უნდა გამოჩნდეს აქ ეს ხაზი, აქ ნაქსოვი, აქედან არ დაიწყო, აი ნაპირის ზუსტად ნაქსოვიდან, აი ასე. ახლა ნახე. მე ვიწყებ აქ თვლების აღებას, აი ეს თვლები. ის თვლები თან გარეთა ხაზი უნდა აიღო, უფრო გვჭირდება უფრო თხელი ჭირები, რომ თვალნათლივ გასაგები იყოს, რას ვაკეთებთ და მე გადავგსოვ ამას. იმიტომ რომ კამერასთან და თან ცოტა ლურჯი ძაფია და არ ჩანს თვალნათლივ, თვალსაჩინოდ. ნახე? ის პირველი ხაზი, რაც მოდის აი აქ, რაც ჩვენ ყაისნაღით გადავგსოვეთ, ამიტომ გადავგსოვეთ, რომ შევკრათ ეს მხარე მთლიანად ირგვლივ ყელი და ეს პირველი ხაზი გვქონდეს ჩვენ, რომ ავიღოთ თვლები, რომ შემდეგ მოვგსოვოთ. აი ეს უნდა მთლიანად ამოიყვანო ყველა თვალი ირგვლივ სულ და გადაიყვანო აი ასეთ ჭხირზე ჩვეულებრივი, რომ ძუარო აქვს, რომ შემდეგ მოვგსოვოთ. აქ ხაზი არ დატოვო, აი ეს პირველი ხაზი აიყვანეს სულ ჭხირზე მოსაქსოვად. მთლიანად შემოვყევი აი გარეთა მხრიდან და როგორც ვთქვით, აი გარეთა ხაზის თვლები ავიღე ყველა, ამოვკრიფე მთლიანად, რაც გადავგსოვეთ ყაისნაღით ის გარეთა მხარე. აი, რომ აქ ჩვენ არ ვტოვებთ ასეთ ხაზს. აი ასე. ახლა ჩვენ ძაფი სად გვაქვს? აი ნახე, აქ არის. ესე იგი, აქედან ვიწყებთ ქსოვას.
ახლა მე ვარ შიგითა პირიდან უკუღმა მხარეს დააკვირდი აი აქ ხო ეს არის უკუღმა მხარე თუ ეს ძაფი მექნებოდა აქეთ გარეთა პირიდან დავიწყებდი ქსოვას უკუღმა შემოვქსოვდი ამ რიგს რადგან გარეთა მხარეს მე მჭირდება ეს რიგი ახლა რომ უნდა მოვქსოვო ეს აღებული ითვლები უკუღმა ვარ უკუღმა პირიდან აი აქედან ვიწყებ ქსოვას და წაღმა შემოვქსოვ რომ აქეთ გარეთ მხარეს უკუღმა მოხდეს ის თვლები მე მგონი გასაგებია ხო ვქსოვ წაღმა ჩვეულებრივად ამოვყავს ეს თვლები არც შეატრიალო არც შემოატრიალო ჩვეულებრივად ის ყაისნაღის გადაქსოვილი გარეთა ხაზი ავიღეთ და გადავხსოვთ ახლა ჩვეულებრივად ამ შემთხვევაში ძაფი რახან მოხვდა აქეთ და ვქსოვ შიგითა პირიდან ვქსოვ წაღმა გარეთა პირიდან მჭირდება უკუღმა რიგი გადაქსოვილი ეს აი ასე უნდა დარჩეს გარეთ გადმოვგსოვეთ მთლიანად წაღმა უკუღმა მხრიდან ეს აქ რჩება ჯერ სანამ არ მოვალთ ამის მოქსოვის დრომდე ახლა რას ვაკეთებთ ეს გარეთა პირიდან ავიღეთ თვლები ყაისნაღით რაც გადავგსოვეთ ის გარეთა ხაზი და მოვგსოვეთ რომ აქედან გარეთა მხრიდან იყოს უკუღმა ახლა ნახე აქ რა გვაქვს შემოვტრიალდეთ გინდა აქედან და გინდა აქედან შიგითა პირიდან უკუღმა მხრიდან როგორც გინდა უწოდე ნახე აქ ძალიან კარგად ჩანს ის ყაისნაღის გადაქსოვილი შიგითა მხარეც როგორც ჩანდა გარედან ნახე აი ესენი უნდა ამოვიღოთ აი ესენი ნახე სულ ყველა აი ასეთნაირად ეს უკვე შიგითა პირიდან ეს ხომ მოვგსოვეთ აქ დავტოვეთ გავანებეთ თავი ახლა შიგითა პირიდან ეს ხო დაგვრჩა აქ ყაისნაღის გადაქსოვილი აი სულ აქეთა ხაზი მშვენივრად ჩანს ახლა ბოლო ხაზი აი ეს და აი აქედან ყველა თვალი აი ასე უნდა ამოვიღოთ აი ჩანს ხო აი ასე სულ შემოვყვებით აი ძალიან კარგად ეტყობა აი ამ თვლებს ამოვიღებთ მთლიანად ყველას არც ერთი თვალი არ გამოტოვოთ აი ეს აი მეგობრებო მეორე მხრიდან ავიღეთ ყველა თვალი ახლა ძაფი აქ არის ჩვენ ახლა ვიწყებთ აი რაც ახლა შიგითა მხრიდან ავიღეთ თვლები იმის ქსოვას ეს ძაფი აქ გარედან კარგად შეატრიალეთ თვალს გადააცილეთ არ მიახვიოთ არ მოახვიოთ აი როგორ ნახე აი ეს ბოლო აქ არის უკუღმა თვალი თუ პირველი რაც გინდა დაარქვი ეს ძაფი აი ასე გადაიტანე
რომ აქ შემდეგ ზედმეტად მიხვეულები არ დაგრჩეს და ეს თვალი ეს ძაფი იქით ისე გადავიდეს, რომ აი აქედან უნდა მოვქსოვოთ და აქ ცუდად არ შეახვიო და შემოახვიო. აი ასე. შენ შემთხვევაში შეიძლება სხვანაირად იყოს, მაგრამ ეცადე რომ გასწორო ძაფი, რომ თვლებს არ მოეხვიოს, ცუდად არ გამოჩნდეს შემდეგ. ჩვენ ვიწყებთ ქსოვას ახლა რომ ავიღეთ იმ თვლების. ეს არის შიგითა პირი და ჩვენ გარეთა მხრიდან ვართ. ახლა ამ მხარესაც წაღმა მოვქსოვ მე. აი აქედან გარეთა მხრიდან ვარ და შიგითა თვლები რომ ავიღე, იმ თვლებს ვქსოვ წაღმა. ჩვეულებრივად ამოყავს როგორც არის ეს თვლები და ქსოვ წაღმა. აქედან იქნება ეს უკუღმა უკვე შიგითა პირიდან, აი ეს იქნება აქ უკუღმა. შენ თუ გინდა რომ ეს აქედან წაღმა იყოს, მაშინ აქედან მოგქსოვ უკუღმა, აქ თუ იქნები და იქიდან თუ მოდიხარ და ქსოვ წაღმა ქსოვ. მოვქსოვე შიგითა მხრიდანაც ის თვლები და მოვედი მეორე მხარეს. აი ასე. ახლა ვნახოთ ჯერ რა გავაკეთეთ. ნახე. ამ ჟაკეტის ავიღეთ ყაისნაღით ხო შემოვქსოვეთ. ავიღეთ ყაისნაღის ნაქსოვი აქეთი პირველი ზოლი და მოვქსოვეთ უკუღმა. ავიღეთ ყაისნაღის შიგითა მხრიდან პირველი ზოლი და აქედანაც რომ მოვქსოვეთ გამოვიდა უკუღმა. აქედან უკუღმა, ახლა ორივე მხარე გვაქვს ერთნაირად. აი ასე, აი ასე. და გვაქვს პარალელურად აქეთ და იქით ერთი და იგივე რაოდენობის თვლები. ახლა ჩვენ ეს თვლები ერთად უნდა გადავქსოვოთ. ეს უკვე ვიცით როგორ გადავქსოვოთ ერთად, როგორც ყოველთვის ქსოვთ საყელოს დროს, ხო? იქით და აქეთ თვლებს ერთად ვქსოვთ, რომ აი ეს შიგითა მხარე დავხუროთ. აი ასე. ძაფი აქ მაქვს და აქედან ვიწყებ. თუ მეორე მხარეს გექნება, იქიდან სადაც ძაფი იქნება, იქიდან დაიწყებ, რომ ახალი ძაფი არ ჩააბა და სხვადასხვა არ ჩაამატო კიდე რაღაცები. ნახე ამ პირველ თვლებს ახლა აი ასეა ძაფი რომ აქ მაქვს მე გადავაერთებ. კი აღარ ამოვქსოვ, რადგან ძაფი აქ მაქვს, გადავიტან უბრალოდ. ახლა ნახე. აქეთი და იქითი. ხო უნდა მოვქსოვო ერთად, აი ასე. აი ასე. ახლა აქ გარეთა პირიდან მე მაქვს ერთი უკუღმა რიგი გადაქსოვილი, ხო, გარეთა პირი ეს არის. მე ვარ ახლა შიგით მხრიდან, უკუღმა პირიდან, ნახე. თუ შენ გარეთა მხრიდან იქნები მეორე მხარეს, სხვანაირად შეაბრუნებ და ისე გააკეთებ. ნახე, გარეთა პირიდან მაქვს ერთი უკუღმა რიგი გადაქსოვილი. მე მჭირდება კიდე ერთი უკუღმა რიგი უნდა გადავქსოვო. ამიტომ ამ თვლებს ერთად რომ ამომყავს, აქედან შიგითა მხრიდან
წაღმა მოვგსოვ. აი ასე. თუ ვიქნებოდი მეორე მხრიდან, მაშინ უკუღმა უნდა მომექსოვა, რომ გარეთ უკუღმა მქონიყო, ხო? გარეთა პირიდან რო ვგსოვდე. შიგითა პირიდან ვარ, უკუღმა მხრიდან ვგსოვ ახლა ამ თვლებს ერთად და მომყავს წაღმა, რადგან აქ მეორე უკუღმა რიგი მჭირდება. ვფიქრობ, გასაგებად ვამბობ. თან აი ეს აქეთ იქით პარალელურად ამოქსოვილი ეს თვლები იქით ეს უნდა დავხუროთ და ერთად ამომყავს იქითაც ჭირიდან, აქეთაც ჭირიდან ეს ორი თვალი, გვერდი გვერდ, აი ასე, ერთად, ერთი თვალი ამომყავს ორი თვალიდან. აი ასე. ეს ხშირად გვჭირდება საყელოს მოქსოვის დროს, რომ რეზინამდე მოვამზადოთ საყელო, ლამაზად შემოვაგზავნოთ, რომ შემდეგ ვიწყებთ რეზინას ქსოვას საყელოზე. აი ნახე, აი ასე მჭირდება ახლა მე. ერთი უკუღმა რიგი მქონდა გადაქსოვილი, ახლა ამ ორ თვალს ერთად რო ვქსოვ და ვხურავ ამ ხაზს, უკუღმა მომყავს შიგიდან, რო აქედან შიგიდან წაღმა ვქსოვ, რო გარედან ასე უკუღმა მჭირდება მეორე რიგი კიდე. და შემოვქსოვ თლიანად და მოვალ მეორე მხარეს. შემოვგსოვეთ მთლიანად ორ-ორი თვალი ერთად, იქით ხაზი და აქეთ ხაზი გავაერთიანეთ და დავხურეთ. და ესაც ბოლო თვლები. რა უნდა ახლა ამას, აი ასე. აი ასე. აი ეს სახე მივიღეთ, რაც გვჭირდებოდა. ორი უკუღმა რიგი გვაქვს, დალაგებული და მოსუფთავებული საყელო, ასეთნაირად, შიგითი მხრიდან ასეთნაირად, ამ ძაბს ჩააბამკარგა ლამაზად და მოასუფთავებ, აი ასე. და გვაქვს ეს რეზინას თვლები აქ, რომელიც გველოდება და უნდა დავიწყოთ ირგვლივ ქსოვა და ახლა მარტო დავიწყებთ ჩვენ რეზინას ქსოვას. ახლა დავაყენებთ რეზინას. თქვენ რისი სურვილიც გექნებათ. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ორი წაღმა, ერთი უკუღმა, ორი წაღმა, ორი უკუღმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერტურა ძნელი ამ კამერასთან ამდენი ჭირებით და თვლებით მუშაობა. აი ნახეთ, ვნახოთ სახე სად ვართ და რა უნდა გავაკეთოთ. აი ეს რეზინა შეგიძლია თვითონ ეს რეზინა დააყენო ახლა და მოაქსოვო ირგვლივ, შეგიძლია კიდევ ვიმეორებ ის სხვა რეზინა ჩვეულებრივი, რომელიც გინდა. ეს არის წინა საყელოს გამზადება რეზინას მოსაქსოვად. ეს აყვება ბოლომდე, სანამ რეზინას არ მოქსოვ და თვლებს არ დავყურავ, ეს ჟაკეტის რეზინა ასე იქსოვება სულ. მიყვები მოქსოვ, აი ეს ღილები და საღილები, სულ ამ ფორმით, თუნდა სხვანაირი რეზინა დააყენო აქ მოქსოვო, თუნდა ასეთი იგივე, ეს ხაზი სულ ასე გაყვება ბოლომდე. ჩვენ შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებთ კიდე ამ თემას, მოვაქსოვთ რეზინას, დავხურავთ თვლებს და დამთავრდება ამ ჟაკეტის ქსოვა. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.